მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ შარტავა, რეჟისორი. თქვენ უყურებთ გადაცემას ჩემი კუთხის მასპინძელი, რომელიც ყოველ შაბათს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. დღევანდელი გადაცემა მეტად საპასუხისმგებლოა, როგორც მისი სიმძიმით, ასევე სიხარულით სიმძიმით, რადგან ქრისტეს ჯვარცმა, რასაც შემდეგ მოყვება უკვე ბრწყინვალე აღდგომა. ახლა მივხვდი თუ რაოდენ საპასუხისმგებლო ყოფილა ამ გადაცემის წამყვანობა, რადგან გარდა კულინარიისა, წამყვანმა უნდა გვიჩვენოს ერთი კონკრეტული ადგილი, რომელიც იქნება მისთვის ან სენსიტიური, ან მოგონებებთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ როგორი ადგილი იქნებოდა და რომელი ადგილი იქნებოდა ეს ჩემთვის და მივხვდი რომ ადგილი, რომელსაც ერთად მოვინახულებთ, არის ჩემთვის როგორც ბავშვობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონება, ასევე ჩემი პროფესიის, ასე ვთქვათ, სათავეც კი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი. 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა ყოველი ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით აი ამ თეატრის კარებთან ვიდექი მაყურებელთა შორის, რომელსაც უნდოდა სპექტაკლებზე დასწრება. მათგან განსხვავებით უბრალოდ ყველა სპექტაკლი ნანახი მქონდა და უკვე არც კი ვიცოდი მე რამდენად უყურებდი. ვიდექი რიგში უბილეთო. ხშირად სპექტაკლზე დასწრება არ ხერხდებოდა ხალხის სიმრავლის გამო და ამიტომ ანტრაქტს ველოდებოდით, ანტრაქტზე კარები იღებოდა, სწორედ ამ დროს ვიხელთებდით დროს ჩვენ ბავშვები და შემოვიპარებოდით თეატრში. რატომ დავიწყე ამ ისტორიის მოყოლა? ალბათ ისე მიყვარდა ეს თეატრი, ისეთი სიყვარული მქონდა მის მიმართ, რომ დღეს სწორედ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის PR ხელმძღვანელი ვარ და ჩემი დადგმული სპექტაკლი ყოფილების სარეცელი, სადაც გიორგი ჩაჩანიძე და ნინო ბურდული თამაშობენ, აქტიურად არის რეპერტუარში. თუმანიშვილის თეატრი ერთადერთი თეატრია საქართველოში, რომლის დამაარსებლებიც დღეს აქტიურად არიან თავიანთ სფეროში ჩართულები. ისინი დღემდე სცენაზე დგან, დღემდე დგავენ სპექტაკლებს და მაყურებლის სიმცირეს ნამდვილად არ განიცდიან. ასევე ეს ის თეატრია, რომლის რეპერტუარშიც 80-იან წლებში დადგმული სპექტაკლიც აქტიურად მიმდინარეობს. და სწორედ ისე თამაშობენ მას, როგორც სტუდენტობის დროს. გარდა ამისა, ეს თეატრი შემიყვარდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლით, მიხეილ თუმანიშვილის ჩვენი პატარა ქალაქი და აი ეს ფოტო, რომელსაც თქვენ ხედავთ, მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც ზის სცენაზე, სწორედ ჩვენი პატარა ქალაქის დეკორაციაშია და ეს ფოტოც შემთთვის განსაკუთრებულია. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ თეატრზე, თუმცა დარწმუნებული ვარ მისი ისტორია ყველა მიცით, მაგრამ ის ამბავი, რომელსაც ახლა გეტყვით, ჯერჯერობით შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ. თუმანიშვილის თეატრის მცირე სცენას ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის სახელი მიენიჭა. როგორც ამ გადაცემის იდეის ავტორი და რეჟისორი, ახლა თავად არ უნდა გავცდებ ფორმატს და უნდა გადავინაცვლოთ სამზარეულოზე. დღეს ჩვენ გვიმასპინძლებს ადამიანი, რომელიც ყველანაირ კერძს მისებურად ამზადებს. დღეს ჩვენ გვიმასპინძლებს მირიან სულაკაური. დაი მოვიდა დრო, წარგიდგინოთ ჩვენი მასპინძელი მირიან სულაკაური. გამარჯობა მირი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თავად. მადლობა. მირიან, სხვათა შორის ახლა რომ მოაწყე საქავრობა, ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ მე მგონი უმცირესობაში ვარ, თქო ძალიან ბევრი სულაკაურები ხო. შენ ხომ ზარეული ხარ და მე ხომ ზარეულობა არ გამომდის. აქ ხომ ხატრობა და მე ხო ვერ ვხატავ, მაგრამ ნახე იქვე მოვიგე რაში. ჩემ გადაცემაში ხარ სტუმრად. ძალიან კარგი. ჭამა ხო გიყვარს? ჭამა მიყვარს. ხო და ან რაღაც ნაწილით უკვე და ნახევარი ნაწილით უკვე დაკავშირებული ხარ კულინარიასთან. სხვათა შორის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს შენ, იმიტომ რომ ეს კვირეული არის განსაკუთრებული კვირეული, განსაკუთრებით მართლმადიდებლური სამყაროსთვის და ჩვენ ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა რომ მოგვემზადებინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მზარეული და მინდა გითხრა რომ ისეთი საკმაოდ გამორჩეული გადაცემა გველოდება, ასე ვფიქრობ. ხო და აი რომელ სამ კერძს
მასწავლი მაყურებელს, შენეულს და რომელ სამკერდს, რა თქმა უნდა, მასწავლიმაც ჩემგან არაფერი არ გამო, მაინც ვერ ვისწავლი, მაგრამ ვეცდები. რომელი სამი კერძია ეს? ნუ საღდგომოთ მარხვა მთავრდება ხომ ეს დიდი მარხვა და ეგრევე საღდგომოს უფრო არის ხორცი, მონატრებული და ხსნილია და პირველ რიგში კალმახი გვექნება, რომელიც ახალი ცოცხალი არის თითქმის. საინტერესო соуსი იქნება ხიზილალის ნახებში და ბოსტნოლს იქ რასაც ხედა, ის უკვე გარნირი იქნება შებრაწული და ერთიანობაში უკვე რო შეჭამ მე შეიძლება ესე წაიწე. მეორე კერძსაც ვაკეთებთ ჩაკაფულია და აღდგომებზე და გაზაფხულზე აუცილებელი კერძი არის და თან ძალიან მიყვარს და ძალიან ცინცხალი რაღაცა არის. ოღონ ეგ ცოტა ძალიან სხვანაირი ჩაკაფული იქნება. ძალიან ბევრნაირი სახეობის ჩაკაფული გაუკეთებია ბევრს, მაგრამ ჩვენს ჩაკაფულს ერქვევა ძალიან სხვანაირი ჩაკაფული მირიან სულაკაურისგან. სხვა შეხს იცი რა ეგრე წარგა. შენდა გაკეთებინო. ეგ უკვე ძალიან კვადრატში აყვანილი ჩაკაფული. არა, მარტივ რაღაცას. რომ მე თქვა რომ აი მეც გავაკეთე დავასრულე. მესამე დავაგვირგვინებთ საღდგომოთ, რა თქმა უნდა, პასკის გარეშე. არ გამოვა და გამოვაცხობთ ცოტა ესეთ ძალიან განსხვავებული. ეს ყველაფერი ძალიან განსხვავებული. ძალიან სხვანაირი იქნება. ძალიან სხვანაირი. ნახოთ, დავიწყოთ. ეხლა გვაქვს აქ ნახე ძალიან მარტივი ინგრედიენტები და ამ მარტივი ინგრედიენტების ერთიანობით გამოვა კამფეტი. ნუ რა თქმა უნდა, მარილი ყველაზე მნიშვნელოვანი არის. დილით ცოცხალი იყო ეს თევზი, კალმახი, დაღერხილი წიწაკა, სიცხარე, პილპილისგან გვაქვს კიდე სიცხარე, რომელიც ფრეშად კიდე ცოტა სხვანაირი არომატს მოგცემს. შესაძლოა გამოვიყენებ მე ერბოს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, კარაგზე მეტად მიყვარს ერბო. ხიზილალა გვაქვს. ნაღები გვაქვს, ნაღებს და ხიზილალაც ერთმანეთს შეაუღრევ ხახვთან ერთად და соуსი იქნება ეგ და ცალკე ბოსტნეულები უკვე იქ რაც გვაქვს ნიორი, იქაც ხახვი, მობრაწული ჩერი, მოხარშული და შემდეგ შემწვარი ახალი კარტოფილი, მწვანე ხახვით და ეგ იქნება უკვე გარნირი და შეკრავს კერძს ერთიანობაში. ბადია მე არაფერს არ დამავალებ. აი კაპიცეხელები როგორ არ დაგავალებ. ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულ დავალებას მოგცემ, კარტოფილი უნდა მოვხარშოთ. წყალი უნდა ადუღდეს და უნდა ჩავყარო კარტოფილი წყალში. სიცხალში კარტოფილი როგორ უნდა მოვხარშო? ნახე, მოხარშვისას აქვს მნიშვნელობა როგორი ტემპერატურის წყლით იწყებ. ცივი წყლით როცა იწყებ მოხარშვას, ნელა იწყებს წყალის და კარტოფილის თანაბრად გაცხელებას. ცხელში როცა აგდებ, კანის კდება, გარედან ითუთქება და უხეშად იწყებს მოხარშვაში. მით უმეტეს ახალი კარტოფილი და ეს კდება. და ანუ მე ძალიან რთული დავალება მომეც, ანუ უნდა შევენთო ცეცხლად თუ რა უნდა გავაკეთო. არა. შენ მე ჩაყარე. ეხლა მომისმე, მაგ სიტყვას გამოიყენებ დღეს მწიკვი მარილი თუ არა? გამოვიყენე. ძალიან მიყვარს ეს სიტყვა. მწიკვი მარილი. ხახვის დაჭრა იცი? ცოტა ისეთი მარტივი მითხარი, რა მე მარტივს დავჭრი. მაგალითად ერბოს მშვენივრად იჭრება და ჩადის. ერთი კაიკოვზე ამოიღე. აი ნახე. აი. უფ. ჩაგდე ტაფაში. კაფან. კამფეტ მამალო. ეხლა ნახე რა ხდება. ნიორს აქვს გული. ეს უნდა ამოვაცალოთ და რატო? აი ჭამის მერე რო ნიურის გემოქშება ხოლმე პირში. აი ეგ ტოვებს ზუსტად. ნახე ნიორი რო გადავკეპე უხეშად. ვაყრე მარილს, რომ აი ეს თავის წვენი რაც აქვს, გააშროს და შეკრას. და ესე უხეშად გადაკეპილი რო არის, სულად მოხვდება. აი ეს უნდა ცოტა გავეერთიანოთ, პასტად ვაქციოთ. ესე დაჭრეს მაგიურად რო არ ვიწვალოთ. გადავატრიალებთ დანას ესე და დანის ბასრი ნაწილით ჭყლიტავთ ნელ-ნელა. აუ გთხოვ, ეგ უნდა გავაკეთო. აქ დაადე ხელი აი ამ ადგილას, კარგად დააწექი. თავარი არის. და ხმა ქონდა შესოს, მე ხმა რატო არ მაქვს მარილი. იმ ადგილას მარილი არ ეყა. აი ესე იგი, გავალღვეთ ერბო, ჩავყარეთ ხახვი, რაღაცა უქენით, ნიორს ვერ მივხვდი რა უქენით, თორემ უქენით, მარილი უქენით და მე ესე ვქენით და ჩავაგდეთ მე ეს ყველაფერი ერბოში. ნიორს ზოგადად
შემდეგი ჩვენი მოძრაობა არის ნაღები 20%-იანი. რომელსაც დავასხავთ ამას. აი ზუსტად ვიცი რომ ამეწონება ეგ. ეხლა ამას უნდა ბოლო შტრიხი. ხიზილალა და დასრულებული არის соуსი. მენდეთ ისეთი ლამაზია აი ეს соуსი რასაც აკეთებს რომ ეტყობა მირიანს რომ ხატავს. ესე იგი დახატა. აი გემოჯერ არ ვიცი რამდენად დახატულია. აი ეხლა გაიგებ. რას ყველას უნდა ყავდეთ სახში ერთი მილიონი. კარგი, რა არის შემდეგი ნაბიჯი? соуსი ყავს უკვე. соуსი ყავს. მგონი კარტოფილიც ყავს. კი ბატონო. შენ დავალება არის რომ ისე ერბო. გიჟდები გადაგარი დავალება. ეს მთლიანად უნდა ნახევარი. განახევრე. ეხა ჩვენ მწვანე ხახვის თეთრ ნაწილსაც გამოვიყენებთ, ამ თეთრ ხავს არ გამოვიყენებ. და მწვანე ნაწილსაც. თითი არ მიაყოლა მან. ხახვი დავჭერით, თეთრი ნაწილი ცალკე დაჭრა მეგობრებო, მწვანე ნაწილი დაჭრა ცალკე და მინდა გითხრათ რომ თეთრსაც განაცალკევა, ანუ არაურია ერთმანეთში და ვნახოთ რატომ. დასვბრაწავთ ახლა. ჩერი პამიდრები. იმას უნდა მოვუდოთ გვერდზე, ახლა ეს ყველაფერი შე როგორც თქვი. პირდაპირ გაცხელებულშივე. შევყაროთ. გალამაზია. და ყველა სარტრი ამას? არა, მაგდენი არის. მარილი. მარილი. თეთრ ნაწილს უშვებთ თავიდანვე, ხო? რომელიც მოიშუშება და არ ჩაკვდება, ასე რომ ვთქვა და მწვანე ნაწილი უკვე ფრეშად თეფშზევე მოხდება ბოსტნეულზე რა. აი თურმე რა. შემწვარით და ფრეშიც ერთად იქნება რა. ჩერმა როგორც კი დაიწყო ესე გადახლეჩვა, უკვე მზად არის რა, ძალიან ის აღარ უნდა ჩათვთქვა, რომ არ ჩაკვდეს. ეს ახლა ქვაბში გადავიტანოთ, თბილად შევინახოთ. საჭმელს რომ ამზადებ, მე მიყვარს აი რაღაცას რომ შეწვავ. იმის ნამწვავში რომ შეწვა შემდეგი პროდუქტი, იმიტომ რომ იმის გემოს იღებს, მაგალითად ბეკონს წვავ, ბეკონის ცხიმში მე შეგიძლია კარტოფილი შეწვა, უფრო არომატული იქნება. აი ხა ეს ნამწვავ კარტოფილია და ჩერია და ერბოიან ცხიმში, ცოტა კიდე ერთი დავალება შენი საყვარელი. და ეხლა უკვე ვწვავთ თევზს. კი. всё, ზეთი გაცხელებულია, ტაფა გაცხელებულია და თევზს და ნებისმიერ ხორცს როგორ დებთ ცხელ ტაფაზე, ისე რომ ზეთი არ შეგვესხას. ესე რომ აიღებ, ხორცის ნაჭერი იქნება, თევზი იქნება. და მელა დავაცვენთ. არა. ჯერ ჩაყოფინებ წინა ნაწილს და შენ საპირისპიროდ იქითა მხარეს დადებ ბოლო ნაწილს. რომ ზეთი თუ გაისხება, იქითა მხარეს გაისხება. დასაგებ. ორივე მხარე რომ დაიბრაწება, რამოდენიმე წუთი თავზე დავახურებ, შინდა რომ დასრულდეს თერმულად დამუშავება და მზად არის ჩვენი ყველა მიზან პლასის ინგრედიენტები. და მერე ვიწყებთ უმთავრეს ეს არის სერვირება. ხო? ქართულად გათეფშება. გათეფშება. მაყურებელმა კარგად დაინახოს ჩვენი გათეფშება. ამ კერძს რა შეგვიძლია დავარქვათ. ხო. შემწვარი კალმახი, ხიზილალის ნაღების соусით, ცინცხალი პამიდრის და კარტოფილის ბალიშზე. ანუ საბანიც გადავაფაროთ, პლედი. მეც მაინტერესებს სხვათა შორის. ნახეთ ნება. დაღეჭვა არ უნდა? არა. მე ერთ რამეს გეტყვით. ყველას ვერ ეყოლება სახში მირიანი, რა თქმა უნდა, თვითონ მირიანი ყველა ოჯახს ვეთქვი, მაგრამ მირიანის რეცეპტი გაქვთ და დამიჯერეთ. ძალიან მარტივად მოამზადეთ თქვენც, ჩვენ კი დაგიბრუნდებით. კარგი, მოდი ახლა მაყურებელს უთხრათ რას ვამზადებ. ძალიან მარტივი ინგრედიენტები აქვს ზოგადად ჩაქაფულს და ამ კონკრეტულ კერძსაც. დაგჭირდება ფენოვანი ცომი, კვერცხი,
ტყემალი, ოღონდ ტყემალი, როგორც ტყემალის соуსი და არა მარცვლები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რახან აცხობთ, შიგნით კურკა არ უნდა მოხვდეს. მწვანილების მიქსი რა თქმა უნდა, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, მარილი და გულები რა თქმა უნდა. გულები რა თქმა უნდა. ეს რისი გულია? ქათმის გული არის. მოდი ახლა ესენი გავჭრათ შუაზე, რომ ხორცი გამო. რატომღაც გულს არ იყენებენ ხოლმე კულინარიაში აქტიურად და ხშირად. ძალიან საინტერესო პროდუქტი არის, ხორცი არის. და ორგანოც არის. მე ვიცი რომ შენ გარდა კულინარიისა რაღაცა ახალი ჰობი გაქვს, ხო, სამკაულებს ამბობ. კი. აი ამას მოგვიტანი. იდეაში ჩემმა შეყვარებულმა დაიწყო ეს სამკაულების აწყობა. და მეც დამაინტერესა, ოღონდ არ მინდოდა რაღაც ეს პირდაპირ ამეწყო ეს სამკაული და დავიწყე ჯაჭვის აბჯრის გაკეთება. ქართულ მოტივებზე. ხო, ქართულ მოტივებზე და ჯაჭვის აბჯრის ტიპის ჯეველერი. სამკაულებს ვაკეთებ რა. ეს ცოტა შევამარილოთ. ჩაკაფული ხო იწყება ესე ფენა-ფენა, ესე ხორცები, მწვანილები, ხორცი მწვანილები. ძირში მოვათავსოთ ხორცი, გული, ძირითადად. ანუ იქ ხო იყო ბალიშად ბოსტნეული, აქ იქნება ბალიშად გული. აუ ბალიშად გული რა მაგარი მეთქვამია, ნახე. ქათმის გული არა, მოწაი. საინტერესოა, აი ჩემს გულს ვინ მიიღებს ბალიშად. ეხლა გულზე ამოვაწვინო ვინმე. მწვანილების გარჩევა, იცი? მწვანილების გარჩევა, რომელი მწვანილი, რომელი? ქინძი და ოხრახუში. ეხა უყურე, ეს ვიცი რაც არის, არის ტარხუნა. ტარხუნა. ეს არის მწვანე ხახვი, ქინძი და ოხრახუში ძალიან გავს ერთმანეთს ზაღა ძალიან. არა. მეც მეშლებოდა სხვათა შორის. რა მაგარი იქნება წარმოდგენ რომ დამიწუნონ იმის გამო რომ ქინძს და ოხრახუშს ვერ ვარჩევ. აგის ასიცოთ არ გამოდგება. ოხრახუშებს ძირითადად მოჭრილი აქვს ხოლმე, არ არის გადაბმული და ქინძები არის ყოველთვის გადაბმული. მაგით შეგიძლია მარტივად გაარჩიო. აჰა, წავიდა დაჭრა. მოკლედ მეგობრებო, როგორც ნახეთ, მირიანმა დაჭრა ქათმის გული ორად გაყო. ორად რატო გაყავი? ამერ გაერთიანებ. ორ გული. ორ გაერთიანდება. და ვასხავთ მწვანე ტყემა. მწვანე ტყემა. ეხლა ნახე რა ხდება. გვინდა ფენი. ეს სულ დამავიწყდა. ფენოვანი ცომი. ფენოვანი ცომი. გავშალოთ, ამას არ უნდა გაფრთხილება პირდაპირ, იდეალური ზომაზეა. ეს ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგი, ანუ ძალიან მარტივად მოხდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქათმის გული ორად გავყავით, ჩავალაგეთ ბალიშად, მარილი მოვაყარეთ და ისე ჩავალაგეთ ბალიშად. ხო, მარილი მოვაყარეთ და ისე ჩავალაგეთ ბალიშად, როგორც მირიანმა ამიხსნა. შემდეგ უკვე მწვანილები მოვაყარეთ. მწვანილს მარილი არ გავუკეთეთ? არა, იმდენი მოვაყარე იმას, ძირში გავუკეთე მაგიტო. და ფენოვანი ცომი გადავაკარით თავზე და ჯვრის ფორმაზე ამოვჭერით. ანუ იმიტომ რომ შიგნითო რომ ადუღდებაო, ორთქლი გამოვიდეს და საკვამური კონდეს. საკვამური კონდეს. ასე რომ და კვერცხის გული გადავუსვით რა თქმა უნდა. ეხლა ეს უკვე უნდა გამოვაცხოთ. ძალიან უცნაური რამე უნდა ვთქვა, ჩაკაფული გამოცხვა. აი ესეთი რამე ნამდვილად არ მithქვავს. ძალიან კაი წინადადებაა მე მომწონს და მოგეწონა ხო? დავაგემოვნო? თუ რა არის? აი ხლა ნამდვილად ჩაკაფულის სუნი წამოიღო მინდა. მოიტანა ხო ეს სუნი. მოიტანა ნამდვილად. აბა როგორ უნდა ვჭამო ეხლა? ეხლა ნახეთ ან ამას კიდე პლუსი რა აქ, იცი, აი ეს ჩაკაფულის არომატები შეეხარშა ცომს. აჰა. მოდი ერთი ჯერ ცომი გამისინჯე ცალკე. და მაგას თავისი არომატი აქვს. და მე დანარჩენ პროდუქტებთან ერთად. მართლა ძალიან გემრიელია.
სასწაულია, სუპერ. გემო არის იდენტური ჩაკაფულის, ძალიან გემრიელი ჩაკაფულის, ოღონდ იმაზე უფრო გემრიელი ჩაკაფულის, ვიდრე ჩაკაფულია. აი ეს პური არის საოცრება. ცალკე პიროვნებაა. სიყვარული გეწევათ, ვინც ამას შეჭამს. ახლა კი დროებით დაგიბრუნდებით უკვე დამაგვირგვინებელი პასკით. მინდა გითხრათ, რომ ისევ ქათმის გულის ჩაკაფულის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მაგრამ ახლა უნდა გადმოვერთო უკვე ჩაროზზე, დესერტზე. კი. ესე იგი, რამდენადაც ვხედავ მაგიდაზე, ჩემს ძალიან ბევრი რამეა. მინდა გითხრათ. რატო? წეგან რაღაცნაირად უფრო ნაცნობი რაღაცები მხვდებოდა თვალში და ახლა ვერაფერი არა, რას ვერ ცნობ აქედან. აქედან ვერ ცნობ ამას. ეს რაღაცა კვერცხისთვის ძალიან პატარაა. ეს არ ვიცი რა არის, ეს არ ვიცი რა არის. ნუ იმის გამოყენება ხო არ ვიცი და არ ვიცი, მოკლედ. მაყურებელს ვთქვათ, რას ვაკეთებ და რა იგრედიენტები. მე ავხსნი, რომ ყველაფერი ნაცვლი იყოს. გვაქვს ეს შემდეგი ინგრედიენტები: ნაღები, ძე, ნუშის ფანტელები უკვე გაფორმებისთვის და შაქრის პუდრა. ვანილის ესენცია, ქიშმიში გვაქვს ორი სახეობის, კვერცხის გული მაქვს, წინასწარ გარჩეული, სუნელები მაქვს, კოჭა, დარიჩინი, ილი და კურკუმა, იმიტომ რომ არ უკეთებ ზაფრანის ჭხილებს, თირკმელი ღირს. ქვილი, მშრალი საფუარი, შაქარი, მარილი და ერბო. ძალიან კარგი. დავიწყოთ ახლა ნელ-ნელა მომზადება. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ხაში. რა უნდა გავაკეთოთ? ხაში, ნახე, საფუარი, ეს მშრალი საფუარი უნდა გავააქტიუროთ და ამოაფუოთ შაქართან, ფქვილთან ერთად რძეში. ამისთვის რძე უნდა შევათბოთ 200 გრამი. თან გრამებსაც ვიტყვი. ხო. რაც მახსოვს ზეპირა თუ არა და შპარგალკაში ჩავწერე. ეს ერთი ცალი პასკის ის არის? არა, ეხლა მთლიანობაში გამოდის აქიდან დაახლოებით 2 კილო ცომი. ანუ შეიძლება გამოაცხო 2 კილოიანი, ან 500 გრამიანი. ნუ პატარ-პატარა მოცულობით შედარება. ცოტა შაქარი გვინდება, 1-2 სუფრისკოვზე. საფუარი ჭირს ახლა 2 სუფრისკოვზე? ბოდიში, 2 ჩაისკოვზე. საფუარი აქტიურდება ამაზე, რა ვქვია, იკვებება შაქარზე, ამიტომ ჭირდება, რომ კარგად სწრაფად გააქტიურდეს, ძლიერი იყოს და ეს პასკა ხო, ესეთი მაღლა მოდის და ეს რო არ ჩავარდეს და არ ჩაგვიცნობდეს. ჯერ გავხსნათ საფუარი. ხელზე მაქვს მე სასწორე. რას ამბობს შენი სასწორე? 100 გრამიო. დაახლოებით 100 გრამი ქვილი ჭირდება. ესეც გავხსნათ. ნახე როგორი ეს გამოვიდა ლანტი. ესე იგი 9 კვერცხი. უბრალოდ 9 კვერცხის გული, 0 ზომა კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად. მოიცა კვერცხებსაც აქვს. კი, კვერცხებს აქვს თავისი ზომა, 0, 1 და 2. სხვადასხვა გრამაჟობები აქვს და სხვადასხვა წონა აქვს გულსაც. ამიტომ მნიშვნელოვანია. ზოგიერთ რეცეპტებში კვერცხსაც წონით იმეშვებიან უკეთებად. ამ კვერცხს დავუმატოთ ჩვენ დარჩენილი შაქარი მთლიანად, ამოვთქვიფოთ კარგად. всё, გოგლი მოკლე მას ქნა, ამოითქვიფათ. აი ამას შეხედე ნახე, როგორ თითქოს იმას. აი მე ბუშტუკებს იკეთებს, ნახე. თითქოს აიჭრაო, ხო? არა. თუ რა ქვია მაგას? რაღაცა გააკეთა. აფუება ქვია. ამაში ახლა უნდა ჩაუშვათ ნაღები, შემთბარი, 200 მილიგრამი. ეხლა ნახე ეს გაიხსნა გოგლი. სათქვეფი თავი უნდა მოხსნათ. და დავამაგროთ კაუჭი. რომელიც უკვე მოზილავს ცომს. კი, ეხლა უმატებთ ხაში. და ხაში მარტო ხაში მეგონა. ხაში ეძახიან საფუარის დედას. დედა საფუარს.
ესეც შერია და ვუმატებთ უკვე დარჩენილ ფქვილს მთლიანად. Так, მარილი მოიმზადე შენ, ხო? და ციყვი. ციყვი. ჩემი ისიც რო იყოს. შენი ხელის უნდაერიოს. წილიც რო იყოს ამ პასკაში. ეხლა ეს უნდა მოვზილოთ, სანამ კარგად ერთგვაროვანი მასა არ გახდება და მე დავუმატებთ უკვე სუნელებს კი არა, ერბოს და მე დავუმატებთ სუნელებს და ქიშმიშს. ეხლა შევამოწმოთ. რამდენად კარგად არის მოზელილი. პატარა ცომს ავიღებთ ესე და გავწელავთ. კარგად, ნელა კარგად უკვე თუ იწელება, აი ეგრევე არ უნდა გაწყდეს. ანუ პირველი ნაწილი უკვე მოზელილი არის. შემდეგი ეტაპი არის უკვე ცხიმის დამატება, რომელსაც ვამატებთ ცოტა რაოდენობით, რომ ნელა შევაზილოთ. მერე უკვე დავუმატებთ სუნელებს და ბევრი უმატებს ხოლმე პირველი ამოფუების შემდგომ ქიშმიშებს. მე პირდაპირ ვუმატებ, იმიტომ რომ ქიშმიში და ზოგადად ესეთი ხილები ეხმარება კიდევ უფრო უკეთესად დაფერმენტირდეს. და ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ძალიან არ გაცხელდეს, როცა საზელში იზილება ცომი, ძალიან არ გაცხელდეს, რომ მე საფუარი არ მოკვდეს კიდე შიგნით. მე ვნახე რომ აი ამ მასას ბოლოს დაამატე ვანილი. კი. ვანილის ერთი ბუშინი. ბუშინი ვინც არის იცი, თავსახურის ეძახიან, აი თავსახურის ჭას ხო? ერთი ბუშინი ვანილის დავამატეთ. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ეს უნდა დავაყოვნოთ მაცივარში პარ გადაფარებული 12 საათის განმავლობაში ნელა ამოფუდეს. მერე გამოვიღებთ მაცივრიდან და გადავზილავთ. ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებთ დაახლოებით 9 საათი და შემდეგ ისევ მაცივარში უნდა დავაფერმენტიროთ 8 საათის განმავლობაში. თავ გადაფარებული. შემდგომ უკვე 6 საათის მერე გამოვიღებთ, მოგვუნდავთ სასურველ ზომებად, გააჩნია რა ზომის ესენი გაქვთ, პასკის ყალიბები და უკვე ყალიბში დავაყოვნებთ 6 საათი. 6 საათის მერე უკვე უნდა გამოვაცხოთ ხუმალში. რა თქმა უნდა, გადაცემისთვის ამდენი საათი ვერ ვიქნებოდით. 8 საათი გამოვიღე, მოვზილე 12 საათის შემდეგ გამოვიღე, მოვზილე, დავაყოვნე 6 საათის შემდეგ გამოვიღე, მოვზილე, ესენი სახლში გააკეთა ჩვენმა მირი. და ამიტომ მოდი ახლა ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და ამის 8 საათი, 12 და 16 საათი იყოს შემდეგ, მოკლედ საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ასეთ ფაფუკ და გემრიელ სავარაუდოდ ჯერ არ გამისინჯავს გემრიელ შედეგს. ოღონდ დაუსრულებელია ეს. ამას კიდე უნდა აი გერმაქ ნუში. ამისთვის დაგვჭირდება ფასფასი. ფასფასს მე სავარაუდოდ არ მანდობ, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი დავაფასფასო იმის გარდა. ერთი შენ, ერთი მე. მე რას გავუკეთებ იგივე გამეორე და შენ დასრულებულიც იქნება. კრემბრულე ხო გიჭამია? როგორ არ მჭამია? აუ რა მაზია. ნამაგალია. მეორე უკვე შენი გასაკეთებელია. მეორე უკვე ჩემი გასაკეთებელია. დავასველოთ თავი. მე ამასობაში მოვიმარჯვე ფასფასი. ესე ესე იგი მართალია ცოტა დამეწვა, მაგრამ პირველი ხელისთვის არაუშავს. დამწვარი შაქარი უხდება. მართლა. არა, მართლა, კი. ახლა ეს გამომართვე და გამორთე. ახლა დავაგემოვნოთ, მე დამწვარს შევჭამ, რახან თქვი რომ დამწვარი შაქარი უხდება და თან კიდე ჩემი ჩადენილია ეს ცოდვა და მე დავიჯი თავს თუ რამე ხარვეზი ექნება. და თან რაღაცა ჩემი მოფასფასებული უფრო მაინტერესებს როგორი გემოექნება. მაყურებელს მინდა ვანახა ზუსტად დამწვარი ადგილი ჩამოვიჭრა. დამწვარი უნდა ვჭამო. დამწვარი უნდა ვჭამო. აი ზედა ნაწილი იქნება ყველაზე. ზედა ნაწილი უნდა მივირთვა. ძალიან გემრიელია. მოხდება დამწვარი. აი თავის კარამელის სიმწარეს აძლევს. ისიც დავწვათ. სახლში თუ მოგინდება. შეიძლება დამირეკო გამო დაგიწვავ
იმას რა ქვია, პასკას. მოკლედ, მეტად საპასუხისმგებლო იყო ნამდვილად დღევანდელი გადაცემა. იმედია ჩვენი მაყურებელი აღდგომას შეხვდება შენი რეცეპტებით და ჩვენი გადაცემა იქნება მათთვის სასარგებლო და მინდა რომ ერთად გადავიღოთ ფოტო. არც ერთი ჩვენი ეს გადაცემა ჩვენი კუთხის მასპინძელი არ დამთავრებულა მსგავსად და რაღაც სახსოვრად მინდა დავჩევს. პირველი სელფია? პირველი სელფია. ჩავიფიქრე. პირველი სელფია ნამდვილად და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და პირიქით დიდი მადლობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენი კუთხის მასპინძელი ყოველ შაბათს დაბრუნდება დღეს ეთერში.